პირდაპირ ეთერში პოსტსკრიპტუმ და სტუდიაში დავით კიკალიშვილი აღზელებს თქვენთვის მუშაობას. კლასიკური როკის მოყვარულებს ექსკლუზიურად პოსტსკრიპტუმისაგან სუპერსტარ იან გილანი და მისი ქართველი ფანები. უყურეთ. ამ ემოციებზე 6 საათი უნდა იარონ. ქართველი ფანები დი ფარფლის და მისი ლეგენდარული სოლისტის იან გილანის კონცერტზე თბილისიდან სტამბულში ავტობუსით მიდიან. თავი მტკივა, თავი. რაილოცოს მამა პაპური, ა? ქართული მამა პაპური თავის დროზე იან გილანსაც მოეწონა. 1990 წელს თბილისში სპორტის სასახლეში გამართული კონცერტების შემდეგ გადაწყვიტა თავის მეუღლეზე საქართველოში კიდევ ერთხელ ეკორწინა. ფანები უკვე სტამბულში არიან. კონცერტამდე ერთი დღე რჩება. სანამ სულთან აჰმედის პარკში სხვები ოჯახებთან ერთად ისვენებენ, ქართველი როკერები კონცერტისთვის ძალებს იკრეფენ და გადამალული ჯეკ დენიელსის ბოთლიდან ვისკის დროპავენ. ერთი სული აქვთ დილა როდის გათენდება. 21 წლის ბაჩა ბავშვობიდან დი ფარფლს უსმენს. თბილისი უნდა გამოვკვეთ, რომ თბილისის ზეა ლაპარაკი, ყველა ყველა შენატრება. სანამ მისი მეგობრები გილანისთვის პლაკატებს ამზადებენ, ბაჩა საყვარელი ჯგუფის სახელს ხელზე იწერს. სტამბულში გიტარით ჩამოვიდა. მისი ბავშვობის ოცნება ამ გიტარაზე მისი კუმირის ავტოგრაფია. არ წარმომედგინა, რომ ვაფშე მოვესწრებოდი ეგეთ დღეს, რომ დი ფარფლ და რაღაცა მეგონა სულ რაღაც ჩემ ოთახში უსმენდი რაღაც ბნელში რაღაც ოთახში რაღაც და სხვა რაღაც კონცერტზე გავიშვი. სტამბულში დღეში რამდენჯერმე მოლა არაბულ ენაზე ლოცულობს, მაგრამ დღეს ამ ხმას ბევრად უფრო ხმამაღალი კივილი გადაფარავს. ყველაზე ხმამაღალი კივილი და ყველაზე ფართო დიაპაზონი როკ მუსიკის ისტორიაში. ვოკალისტი მამაკაცი, რომელსაც ქალის საოპერო ხმა სოპრანო აქვს. როკ მუსიკის გურუ იან გილანი დი ფარფლთან ერთად მსოფლიო ტურნეს თურქეთში აგრძელებს. 1968 წელს ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა ლედ ზეპელინთან და ბლეკ საბათთან ერთად ჰარდ როკ მუსიკას ჩაუყარა საფუძველი და შემდგომი ეპოქების როკ და მეტალ ჯგუფებზე უდიდესი გავლენა იქონია. მათ 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. გილანი ფარფლებს 69 წელს შეუერთდა. ამბობენ, რომ როკ მუსიკა იცოცხლებს მანამ, სანამ გილანი მღერის. ახლა ის 64 წლისაა და მისი ხმაც და სიმღერის სტილიც შეიცვალა, თუმცა შემართება იგივე დარჩა. წელიწადში მას 200-მდე კონცერტი აქვს, მაგრამ ეს კონცერტი გამორჩეულია. ის სანახავად საქართველოდან 400-მდე გულშემატკივარი ჩავიდა. აბსოლუტურად დაცლილი ყველანაირი ემოციების გაშენება. წივილი კივილი რეალი ჩუმად. 20 წლის გიორგიმ აპრილში იან გილანს წერილი მიწერა და უამბო, რომ ქართველი ფანები მის კონცერტზე წასასვლელად ემზადებოდნენ. პასუხი ემოციური აღმოჩნდა. ქართული მოგონებების ხათრით გილანმა ქართულ ფანებთან შეხვედრის გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო. Hello. All right. Fantastic. Thank you so much. In your concert 20 years ago in Tbilisi. And fun. 40 years I listen to your music. 40 წელია თქვენს მუსიკას უსმენ. Sign the guitar, please. გიტარას ხელი მივაწერეთ რა. Thank you.
Costumes too. Well, fantastic. შეხედეთ კოსტიუმებს, ფანტასტიურია, არაჩვეულებრივია, უსაყვარლესი, ულამაზესი მოგონებები Beautiful გვაქვს. memories. Beautiful memories. Yeah. 1984 წელს კილანე მისი გერლფრენდი ბრონი ცოლად შეირთო. როკ ვოკალისტმა მეუღლეს ერთგულება მეორეჯერ ჩოხა ახალუხში გამოწყობილმა სვეტი ცხოველში შეხვიცა. I remember everything. Yes. ყველაფერი მახსოვს. ისეთი კეთილი ხალხი იყო. ძალიან მოკლე დროში მივიღეთ საქართველოში დაქორწინების გადაწყვეტილება. ეს ქვეყანა შეგვიყვარდა და გადაწყვიტეთ კიდევ ერთხელ დავქორწინებულიყავით. ფანტასტიკური იყო. And it was fantastic. თბილისს ახსოვხართ, თბილისს ენატრებით. თქვენ რას ფიქრობთ ამ ქალაქზე? როდესაც ამ სიტყვებს მეუბნებით, ჩემს გულს აი ეს ემართება. ფანტასტიკური მოგონებები, ალბათ ყველაზე საუკეთესო დრო, რაც კი ცხოვრებაში გამიტარებია. ეს დაუჯერებელი იყო. ამდენი მეგობრები, გამოცდილება, თქვენი კულტურა, თქვენი მუსიკა და ცეკვა, ღვინო. ეს უბრალოდ არაჩვეულებრივი ხალხია, მათში იმდენი სიყვარულია. მე ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი პატივია ის, რომ თქვენ მე გახსოვართ. ეს არაჩვეულებრივია. დიდი მადლობა ამისთვის. ერთადერთი დროშა, რომელიც სტამბოლის ყველაზე დიდ არენაზე ფრიალებს, ქართულია. კონცერტი იწყება. ელექტურის მაისურებში გამოწყობილ ქართველებს წინარიგები უკავიათ. Bass, Rami, Roger Glovery, bass gitara, Steve Morsi, gitara, Don Airey, organi, Ian Gillan, vokali. ეს ის Deep Purple ამ შემოგვიყვებით წერს გამაყურებლის წინაშე. მოგონებების გარდა კონცერტის შემდეგ ქართველ ფანებს ბევრი სამახსოვრო ნივთი დარჩათ. ემოციებს თურქების თავის ენაზე გამოხატავდნენ. Biz buradayız. Gürcistan burada. Gürcistan İstanbul'da. ბაჩას ემოციის გამოხატვის თავი აღარ აქვს. მისი ბავშვობის ოცნება ახდენილია. ავტოგრაფის გარეშე არც პოსტსკრიპტუმი დარჩა. იან გილანმა კამერის ობიექტივზე პიესი დაუწერა. ჩვენ გადაცემას პიესი ქვია, პოსტსკრიპტუმი. შეგიძლიათ აი აქ ხელი მოგუწეროთ? აქ? დიახ, აქ. უკუღმა რო გამოვა? გინდათ უკუღმა დავწერო? არა, ისე მოვაწერეთ, როგორც აწერთ ხოლმე. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. Thank you.